Mază დღეს სტუმრად მოსვლა ვთხოვეთ კონკურენცია მოხალისეთვის საკითხის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი ლექვინაძეს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის და ესეთ საინტერესო პორტალის შემოთავაზებისთვის ჩვენ გონდა საშუალება კვირის დასაწყისში ჩვენს პლატფორმაზე იმედზე გვესაუბრა. Am კუთხით ფაქტურად ახალი დაწყებული იყო პორტალი, ახლაც ახალია ამ წელში, თუმცა კიდევ უფრო მეტად რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს პორტალის საქმიანობა, არსი რა შესაძლებლობაა პორტალი ამ შემთხვევაში მომხმარებლებისათვის. მადლობა გიორგი მოწვევისათვის, ამჯერად მივესალმებ ჩვენს მაესტროს მაყურებლებს. გასულ კვირას მოხდა პორტალის პრეზენტაცია და ეს არის ციფრული პლატფორმა, სადაც თავმოყრილია საოჯახო კალათის ძირითად სასურსათო საბაზისო პროდუქტზე საუკეთესო შემოთავაზებები, რომელიც საქართველოში მოქმედ ქსელებს გააჩნიათ. Ვიცით თქვენ და ჩვენმა მაყურებელმა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იყო კომისია შექმნილი, როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო, სადაც ფასების შესწავლა მოხდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასურსათო პროდუქტებზე. პარლამენტის ფასების შესწავლა კომისიამ მოამზადა დასკვნა, სადაც გაიწერა მოკლევადიანი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი სტრატეგიები და მოკლევადიანი აქტივობების კონტექსტში საქართველოს მოქმედმა ძირითადმა ლიდერმა ქსელებმა დაიწყეს საკუთარ ქსელებში ძირითად საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე საუკეთესო შემოთავაზებების შეთავაზება მომხმარებლისთვის. ეს მოიცავს როგორც ფასტაკლებებს, ასევე მოიცავს საუკეთესო ფასს, რომელიც კონკრეტულ პროდუქტზე გააჩნია. შემდგომ დადგა საკითხი, რომ აღნიშნული ქსელი არის დაახლოებით 13, ახლა რომელიც პორტალზეა წარმოდგენილი და ამ ინიციატივაში ჩართულია ეს ძირითადი ქსელები. მომხდარიყო ერთიანი პლატფორმის ფორმირება, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეიძლებოდა წინასწარ, ესე ვთქვათ, რომელიმე ქსელში მისვლის გარეშე მიიღოს ინფორმაცია თუ სად რომელ ქსელში როგორც ერთ ასევე რამდენიმე პროდუქტის კომბინაციაზე არის საუკეთესო ფასი. შესაბამისად ეს დაევალა სააგენტოს. ჩვენ გასულ კვირას ჰქონდა აღნიშნული პორტალის პრეზენტაცია, ამ დროისათვის 13 ქსელია წარმოდგენილი და რამდენიმეს დამატებასთან დაკავშირებით ასევე გვაქვს შეიძლება 13-ზე მეტი იყოს. კი, რამდენიმე ქსელი შეიძლება დაემატოს აღნიშნულ რაოდენობას. წარმოდგენილია ასევე 13 ძირითადი საბაზისო სასურსათო პროდუქტი, მაგალითად როგორც არის ბრინჯი, რძე, ქათმის ხორცი, შაქარი, კვერცხი, ასევე კარაქი, ხაჭო, არაჟანი და ესე შემდეგ, ასევე გვაქვს სხვა სასურსათო კატეგორია და საიტზე არის ძალიან მარტივი შესაძლებლობა, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ, მომხმარებელმა კომპიუტერის თუ სატელეფონო მოწყობილობის საშუალებით ნახოს, როგორც თითოეულ პროდუქტზე სხვადასხვა ქსელებში არსებული საუკეთესო ფასი ან ფასტაკლება, ასევე კალათა შექმნას გააკეთოს კომბინაცია, იქნება ეს 3, 5, 8 თუ 13-ვე პროდუქტი, სად არის საუკეთესო შემოთავაზება ამ კუთხით. ანუ სახლიდან გასვლამდე შეიძლება ასე თქვა, ან გადაწყვეტების მიღებამდე, მაღაზიაში წასვლამდე, ტელეფონით თუ კომპიუტერის სხვა საშუალებით შეიძლება საკუთარი კალათა შეადგინოს 13 სუპერმარკეტის 13 პროდუქტის მაგალითს. კი ბატონო, და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ იძლევა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. აი, კითხვა ჩდება ხოლმე, აი, რამდენად თქვა ამ შემთხვევაში განახლებადია ინფორმაცია, რამდენად სწრაფად ახდება, ხო, იმიტომ რომ ვიცით, ხშირად ფასტაკლებები საკმაოდ დინამიურია ხოლმე, სწრაფად ცვალებადი. აი, ეს რამდენად სწრაფად აისახება? კი, ეს პროცესი გავლილია ქსელებთან და მათ მინდა მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ 13-ვე ქსელთან, მუშაობს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას აღნიშნული ქსელებიდან საუკეთესო ფასების და ფასტაკლებების შესახებ და ძალიან ოპერატიულად ხდება მისი ასახვა საიტზე. კონკრეტულ ფასტაკლებებს გააჩნია ვადები, თუ ფასი მუდმივია და საუკეთესო შემოთავაზებაა, ესეც მითითებულია საიტზე. დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 280-ზე მეტი საუკეთესო შემოთავაზებაა აღნიშნულ საიტზე განთავსებული 13 საქართველოში მოქმედი ლიდერი ქსელიდან და მასშტაბში რო წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ეს 13 და ნუ შეიძლება პლუს-მინუს 2 ქსელი კიდევ რაც მთლიანად ორგანიზებულ ბაზარს შეადგენს, ეს არის მთლიანი ბაზრის დაახლოებით 65%, ჩვენი შეფასებით ეს ბაზარი დაახლოებით 14 მილიარდია 2025 წლის მონაცემებით. თუმცა ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში კიდევ მუდმივად უყურებთ ამ მიმართულებით გაკეთებულ
ტენდენციებს და კონკურენციის ხარჯს. და ყველა საინტერესო ხარ რაც იყო ამ ერთ პაპირობამ რაც გვაჩვენა, კალათის ლიდერები მუდმივად იცვლებიან. თუ თქვენ მაგალითად დღეს 13 პროდუქტს მონიშნავთ, იქ გამოდის 5 ლიდერი ქსელი, რომელიც 13-ვე პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში სად შეიძენთ ყველაზე უფრო იაფად. ეს ლიდერები შეიძლება ყოველდღიურად არა, მაგრამ ძალიან ხშირად იცვლებოდნენ ამ ბოლო პერიოდის მანძილზე საიტის ჩაშვებიდან დღემდე და ასევე დაფიქსირდა ის, რომ თუ პირველივე დღეებში 13 პროდუქტის კალათის ჯამური ღირებულება იყო სადღაც 42 ლარი, დღეს ის არის სადღაც 38 ლარი. ანუ ეს არის ძალიან კარგი საშუალება, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ინფორმაციას აძლევს, თვითონ ქსელებს შორის კონკურენციის გაძლიერების, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ კონდეთ საუკეთესო ფასი. ამას იძლევა ფასების გამჭვირვალობა. კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ პორტალმა დამატებითი კონკურენცია შექმნა. ამ კუთხით პორტალის კონკურენციაც გვაქვს. ანუ ის კონკურენცია რაც იყო ფიზიკურ სივრცეებში, ეხლა უკვე ამას ჩვენ ხედავთ ელექტრონულ სივრცეში, თუმცა ეს დამატებითი სტიმულია. ხო, ფიზიკურად აღქმა ხომ, ანუ ძალიან რთულია ხომ, ხა 13 სუპერმარკეტს ეწვიო რაღაცის პროდუქტები გამოვიდა. აქ რამდენიმე წუთში შეიძლება ეს სურათი გქონდეს. კი, და ეს ძალიან მოსახერხებელია, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ პორტალი განვითარდეს, შეიქმნას მობილური აპლიკაცია, შეიქმნას ასევე სხვადასხვა არა, ასე ვთქვათ, ციფრული ფორმატი, არამედ სხვა უფრო ესეთი საინფორმაციო ფორმატი, რომელიც ბევრად უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ იყოს ჩართული. აი ეს ყველაფერი ნახოს. კი, ჩართული აი ამ ინფორმაციის კონტექსტში. კი ბატონო, პირველივე დღეს იყო შთამბეჭდავი სტატისტიკა 20,000-ზე მეტი მომხმარებელი იყო შემოსული, აი გავიდა ფაქტურად ერთი კვირა დაახლოებით ამ პერიოდის განმავლობაში და აი როგორია მომხმარებლების აქტიურობა ამ კუთხით. პირველ დღეს ბუნებრივია, რომ ესე თქო ტალღის ეფექტია და პრეზენტაციიდან ესე ვთქვა ძალიან სწრაფად იყო 20,000 გადააჭარბა ვიზიტორების რაოდენობა. შემდგომ ეს დასტაბილურდა, თუმცა საკმაოდ ესეთი პოზიტიური დინამიკაა მიმართულებით. ფაქტია, რომ საქმიანად იყენებს მომხმარებელი, ანუ ეს ის დინამიკა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, ეხლა პორტალი ახალია, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებელს, რომ ეს დინამიკა არის ძალიან პოზიტიური და ის უნდა გახდეს პრაქტიკული. რაც ყველაზე მთავარია. აი აქ აი რამოდენიმე საინტერესო ნაწილი იქნება თქვენ აღნიშნეთ პრაქტიკულობს, აი აპლიკაცია ექნებოდა ალბათ ძალიან კარგი საშუალება, რაც თქვენ აღნიშნეთ უახლოეს პერიოდში და ასევე საინტერესო იქნებოდა აი დამატებითი სტიმული, საუბრობდით რომ მომხმარებელმა კიდევ უფრო ფართოდ იცოდეს იგივე ლიდერი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, შეიძლება ესეც დამატებითი სტიმული იყოს. აი გუშინ დავიწყეთ ჩვენს ამ ჯერჯერობით კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის აგენტოს Facebook-ზე გამოქვეყნება მაგალითად გუშინდელი 12 საათის მდგომარეობით ვინ არის ლიდერი ხუთეული, ესე რომ ვთქვათ, 13-ვე პროდუქტზე კომბინაციის კუთხით. ნუ ალბათ ისიც არის, რომ თუ ასორტიმენტი ცოტა გაფართოვდება, შეიძლება აქ ყურადღებაც მეტი იყოს. ასე რომ დინამიკა ძალიან პოზიტიურია, მაჩვენებელი მაღალია და ჩვენი მეტი გვაქვს, რომ ამ გაზრდილ მაჩვენებლებს შევინარჩუნებთ აქტივობების ხარჯს. კი ბატონო, როგორც შეგვეძლება ამ ნაწილში ასე ვთქვათ, ჩავერთვებით ამ კუთხით მინიმუმ სოციალურ ქსელის ნაწილში, ვინაიდან ნუ ცხადია რაღაც კუთხით კომერციულში რო არ წავიდეთ, რამე სხვა არ დაგვაბრალო ამ შემთხვევაში. მინდა სხვა თემებზეც გადავიდეთ, ბატონო ირაკლი, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თემა ვიტყოდი ასე, არის ისტორიაში პირველად სააგენტო არის მომხმარებელთა დაცვა და ახსოვების საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი უწყება 2026-2027. რას გულისხმობს ეს ყველაფერი და რა გეგმები გვაქვს ამ კუთხით? რას ნიშნავს საქართველოსთვის მათ შორის? ხო, ეგ ძალიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, პატივია ჩვენთვის. 2003 წელს შევედით ამ ქსელში. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, ახლა ძალიან აქტუალურია მსოფლიო ჩემპიონატს რომ ასპინძლობდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი უწყების სახით დაახლოებით, ოღონდ მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების კონტექსტში. ეს არის ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 80-ზე მეტ ქვეყანას, რომელსაც გააჩნიათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებები, მათ გააჩნიათ კარგი პრაქტიკა და ასევე ამ ქსელში არიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც არის OECD, მსოფლიო ბანკი, ანქტადი, გაეროს ეკონომიკური მიმართულება და ეს არის ქსელი, რომელიც ყოველწლიურად მას ხავს ახალი პრეზიდენტი უწყება და ერთი წლის მანძილზე ეს უწყება განსაზღვრავს გლობალურ ჭრილში იმ ძირითად საკითხებს, რაც აქტუალურია ყველა ქვეყნისთვის. და ეს ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კომუნიკაციას, უწყებებს შორის პრაქტიკის გაზიარებას. ჩვენც დღეს როდესაც მომხმარებელთა უფლებების კუთხით ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ბუნებრივია საუკეთესო პრაქტიკას ვეღწნობით და ამ ქსელის გადაწყვეტილებებზე ცნობა გვაქვს.
ამიტომ ეს იქნება ერთი წლის მანძილზე, რომ ჩვენი უწყება განსაზღვრავს ამ მთავარ პრიორიტეტებს და გვაქვს ამ მთავარ პრიორიტეტი გამოკვეთილი, ეს არის თვითონ მოზიდვა ახალგაზრდა და შედარებით არაწევრი უწყებების ამ აღნიშნულ ქსელში, ეს არის ონლაინ ვაჭრობაში ახალი ტენდენციების და ახალი გამოწვევების საპასუხოზომების განსაზღვრა და ასევე ისეთი ტიპის მომხმარებლებისთვის, რომლებიც უმცირესობაში არიან იქნებიან ეს შემოპირები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები თუ ესე შემდეგ, მათთვის სპეციალური მხარდაჭერის პლატფორმების უზრუნველყოფას და ამის პირველი შედეგი იქნება ის, რომ 14 სექტემბერს იქნება გაიხსნება თბილისში ძალიან მაღალი დონის კონფერენცია, სადაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს 80-მდე ქვეყნის კი, ეს იქნება ევროპიდან, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან. კი, აი აბსოლუტურად თქვენ შეგიძლიათ ვებგვერდი ნახოთ, ძალიან ისეთი გლობალური ქსელია, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია აი ამ სფეროში. კი ბატონო, მართლაც ველით ამ კონფერენციას 14 სექტემბერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ათეულობით ქვეყნის, 8 ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი იქნება საქართველოში. მართლაც არის მომხმარებლობის დაცვის ნაწილში მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც აღნიშნეთ, ამ კუთხით მართლაც ასევე საინტერესო ჯილდოები გაქვთ მიღებული და მინდა აღვნიშნო, რომ შორის ამის ნაწილი იქნება მსოფლიო ბანკი ჩაატარებს დაჯილდოებას სექტემბერში ამ აღნიშნული კონფერენციის პარალელში. კი ბატონო, ძალიან კარგი. ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე რაც მინდა აღვნიშნო, შეეხება კონცენტრაციების ნაწილს, ამ კუთხით გარკვეული ტიპის ცვლილებები გვაქვს, აი რას გულისხმობს ეს ცვლილებები? ეს შერწყმები, იგივე კონცენტრაციები, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ჩვენი უწყების მუშაობაში. მოგეხსენებათ, რომ თუ ორი ბიზნესი ერთიანდება, ორი ან მეტი, და ის პარამეტრებს აკმაყოფილებს, მსხვილ ბიზნესია საუბარი, ვალდებულია, რომ აცნობს კონკურენციის აგენტოს, რომ შემდგომ ჩვენ მოვამზადოთ დასკვნა, თანხმობა ან უარყოფა ისეთ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ. წესში ცვლილება შევიდა პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან აღლისეთი ძლიერი კონტროლი გვაქვს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ყველა რეგისტრაცია საქართველოში გაციფრულებულია, შემდგომ ყოველკვარტალურად უყურებთ ამ რეგისტრაციებს, მაგალითად პირველ კვარტალში 24,000-მდე რეგისტრაცია გადავამოწმეთ და მათ შორის ორი შეუტყობინებლობა აღმოჩნდა და თუ წინასწარ არ არის ეს შეტყობინებასთან დაკავშირებული, შემდგომ უნებრივია ვიმართავთ კომპანიებს და სანქციების შემდეგ, რომ მოახდინონ შეტყობინება თავიდან. იყო გარკვეული პრაქტიკა მაჩვენა, გარკვეული საკითხები, რომელიც გვერდისავლის საშუალებას იძლეოდა და ჩვენ შევიტანეთ ცვლილება წესში, შიდა დოკუმენტაციის გაუმჯობესება. ისე შეიძლება მოხდარიყო კონცენტრაცია რაღაცნაირად კანონის აი მაგალითად თქვენ შეიძლება და მე ყოფილიყავით ცალკე ძალიან მსხვილი კომპანიების ფლობელები, მაგრამ როგორც ცალკე აღებულ ფიზიკურ პირებს შეგვექნა ერთობლივი საწარმო და მე ამ ერთობლივი საწარმოთი გვეყიდა მაგალითად ამ ორი კომპანიის კონკურენტი კონცენტრაცია ხდებოდა. კონცენტრაციაში უცხოში საერთოდ არ იყო საჭირო კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის აგენტო, მაშინ როდესაც შინაარსით ეს ექვემდებარება აუცილებლად შეფასებას თავსებადია თუ არა ეს კონკურენტულ გარემოსთან და აი ეს გასწორდა აი ამ ცვლილებით. კი ბატონო, კარგია რომ ვაკუთხით არ იქნება ასე ვთქვათ სხვა საშუალებები კანონის გვერდის. რაც თავარი ეს თანხმდრაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა კითხოთ აი როცა კონცენტრაციაზე ვსაუბრობთ, გარკვეულად ანუ ცნობიერებაც ამაღლდა ამ ნაწილში, შეიძლება მანამდე გარკვეული საკითხები იყო ისე რომ ვთქვათ არც იცოდნენ, ალბათ იქნებოდა შემთხვევები, როცა შეიძლება მომხდარიყო რაღაც გაერთი შერწყმა ამ კუთხით და არც იცოდნენ რომ კი, ბევრი იყო ეგეთი შემთხვევები. ძირითადი აი როცა კონცენტრაციაზე ვსაუბრობთ, აი რომელი სექტორებია ძირითადად ეს რომელიც ყველაზე უფრო მეტად აქტუალურია ამ კუთხით? აი თუ ცოტა ძელოდენ ჭრილში დავინახავთ, შარშან იყო თანხმობა გაცემული 18 კონცენტრაციაზე, შერწყმაზე, მათ შორის ორი იყო სპეციალური ვალდებულებებით, ანუ ეს ნიშნავს, რომ ახლოს იყვნენ ან გადაცდნენ დომინანტური მდგომარეობისთვის საჭირო პირობას 40%-ზე მეც ბაზარზე და ჩვენ დაუწესეთ დროში გაწერილი სპეციალური ვალდებულებები, რომ მომხდარიყო რომ მისთვის რომ არ მოხდეს მაგალითად კონკურენტის შეზღუდვა, უარის თქმა გარკვეულ სერვისზე კონკურენტებთან მიმართებაში, ან ფასების დომინანციის პირობებში ფასების არასათანადოდ გამოყენება. თუ შევხედავთ გასულ წელს, მშენებლობა და მშენებლობასთან დაკავშირებული სექტორები არის წამყვან პოზიციაზე, შემდეგ მოდის ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სექტორი, განათლება, სამედიცინო და სადაზღვევო მიმართულება, ეს ძალიან აქტუალურია. და მიმდინარე წელს უკვე 12 თანხმობა გვაქვს გაცემული. აქაც საკმაოდ აქტიურია ძალიან. ეს
ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი აქტიურად მუშაობს, ეს შერწყმები ნიშნავს, რომ ინვესტიციებისთვისაც საინტერესოა რიგი მიმართულებები და რიგი სექტორები და სფერო, რომელიც დინამიურად ვითარდება, იქ კონცენტრაციები ძალიან ხშირია, მაგალითად, ვაჭრობის მიმართულება, FMCG-ის მიმართულება, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისები, მაგალითად, იყო ამწეების მიმართულება, ლიფტების მიმართულება, იგივე ავტოსერვისთან დაკავშირებით იყო წელს ეს სექტორი ძალიან აქტუალური, იყო კლინიკებთან დაკავშირებული საკითხები, საჯაროა მაგას გადაწყვეტილებები და ჩვენთან დევს ყველა ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა მინდა გითხრათ. კი ბატონო, აქტიური ბიზნესი ფონდი ბუნებრივია. და ეს დინამიკა აჩვენებს, რომ ინვესტიციები ამ სექტორებში აქტიურად ხორციელდება. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა კითხოთ ახლა ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ სექტემბრის გეგმებზე. წლის ბოლომდე სააგენტოს ძირითადი პრიორიტეტები ნახევარი წელი გავიარეთ. ამ ნახევარი წლის მიწურულს მართლაც კიდევ ერთხელ ფასების პორტალი იყო ისეთ გამოკვეთილად წყალებში, ასე ვთქვათ, სახალხო საქმეა, თითოეული მოქალაქის, თუმცა სააგენტოს საქმიანობა თითოეული მოქალაქის არის იგივე მოხმარების დაცვის ნაწილში. აი რა არის ძირითადი პრიორიტეტები, გეგმები მიმდინარე წლის განმავლობაში 6 თვე კიდევ გრჩება თითქმის. კი, 6 თვეში ალბათ იქნება სტრატეგიულ ბაზრებზე აქტიური მონიტორინგი და შედეგების წარმოჩენა, განსაკუთრებით ეს თუნდაც FMCG ბაზარზე და ეს პორტალი მოგცემს საშუალებას, რომ წლის ბოლოს შევაფასოთ და დავთვალოთ მის გამოყენების შედეგად, ამ პროექტის შედეგად ზოგადად რა დანაზოგი მიიღეს ჩვენმა მოქალაქეებმა. გვაქვს რამდენიმე აქტიური მონიტორინგი, მათ შორის საწვავის, სამედიცინო სერვისების, პესტიციდების, რომელთა დასრულება იგეგმება წლის ბოლომდე. ასევე ჩვენი მიმართულება არის, რომ მომხმარებელთა უფლებების კუთხით კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ, განსაკუთრებით ონლაინ ვაჭრობის მიმართულებებია ძალიან აქტუალური და იზრდება ეს მუდმივად და საკითხებიც ყოველთვის ახალია და ონლაინ ვაჭრობა კვლავ საკმაოდ აქტიურია. კი, რა თქმა უნდა, 70% მომხმარებელთა პრეტენზია ონლაინ ვაჭრობის კუთხით მოდის. კომპანიები შემოდიან ახლები, ზოგიერთი კომპანია გადის ბაზრიდან და ამ კონტექსტში აი ყურადღება რომ მომხმარებელთა უფლებები იყოს დაცული ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ხაზს გავაგრძელებთ. საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენი სტრატეგიული ხაზია და ყოველთვის აქტიურად ვართ ბევრ პლატფორმაზე წარმოდგენილი და ვაცნობთ. ხედავთ ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალგაზრდა უწყება ჩვენს გამოცდილებას, ვიღებთ მათგან გამოცდილებას და უკეთებთ პრეზენტირებას ჩვენ შედეგებს და გვინდა რომ გაციფრულების მეტი ელემენტი შემოვიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ოპერირებაში. ეს არის ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა, რამდენიმე ტრეინინგიც გქონდა, გავდივართ სხვადასხვა სიახლეებს, თუ ჩვენ სფეროში თუ რა ხდება ამ კუთხით და ძალიან საინტერესო მიმართულებებია. და წლის ბოლოს ტრადიციულად ჩვენ გვექნება საშუალება ერთობლივად შევაჯამოთ ხუთმა რეგულირებელმა უწყებამ კონკურენციის და მოხმარების დაცვის სფეროში არსებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები და წელს ხაზგასმა იქნება, რომ პირველი კონკურენციის დამცველი უწყების შექმნიდან, ანტიმონოპოლიური უწყების შექმნიდან არის 30 წელი და ეს ხაზგასმა გვექნება ალბათ წლის ბოლოს და იმედია, რომ შედეგებიც შესაბამისი იქნება, რომელიც ბევრი მოქალაქის ყურადღებას მიიპყრობს. კი ბატონო, მინდა აღვნიშნო, რომ აი თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში და ამ წლების განმავლობაში, როდესაც რეალურად მათ შორის მე ყველაზე პროაქტიული თანამშრომლობა მაქვს თქვენთან მედია ჭრილში და არა მხოლოდ ყოველ წელს განსაკუთრებულ სიახლეს ველით და ვიღებთ კიდეც ამ შედეგებს და ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, თქვენ ძალიან მოკრძალებულად თქვით, რომ ყველა პლატფორმაზე ხართ წარმოდგენილი საერთაშორისო დონეზე, მაგრამ არა თუ ყველა პლატფორმაზე, არამედ ძალიან აღიარებულად და მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ყოველთვის განსაკუთრებულად არის შეფასებები, სხვადასხვა ჯილდოების თქვენი უწყების საქმიანობა და ეს ძალიან თვალსაჩინოა და მადლობა გიორგი, ერთს მინდა ხაზი დავუსვარო. შეუძლებელია ჩვენმა ამ ტიპის კონკურენციის და მოხმარების დაცვის უწყებებმა მიიღოს მნიშვნელოვანი შედეგები თუ არ არის მთავრობის და მთავრობას შემავალი სხვადასხვა სამინისტროების მხარდაჭერა და თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხი და მადლობა მინდა მათ გადაუხადო და ასევე ზედამხედველობა შესაბამისი პარლამენტის მხრიდან და ჩართულობა იგივე თუნდაც ინიციატივების თუ საკანონმდებლო გაუმჯობესებაში, რაც მართლაც მნიშვნელოვანი და მაღალი დონის კოორდინაციაა და ეს იძლევა საშუალებას, რომ დემონსტრირება მოვახდინოთ გარკვეული პროექტების და შედეგების. კი ბატონო, იგივე ფასების პორტალთან დაკავშირებით ნახეთ თქვენი ძალიან აქტიური თანამშრომლობა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ პარლამენტთან. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო ირაკლი, ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს რაც მოვინიშნე საუბარი, მათ შორის ბუნებრივია 14-ის კონფერენციასთან, 14 სექტემბრის კონფერენციასთან დაკავშირებითაც არის ესეთი მასშტაბური ღონისძიების საქართველოს მასპინძლობა კიდევ ერთხელ გამორჩეული ნაწილია. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და ასევე წარმატებები და მადლობა პროაქტიულობისთვის პორტალთან დაკავშირებით.
სხვადასხვა მედიის საშუალებით აქტიურად აცნობთ მოხმარებას არსებულ ვითარებას ვიცი რომ არაერთი ეთერი გქონდათ და გექნებათ ამ მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ირაკლი. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ ჯიმ. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.